წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული არის არაუბრალოდ ბიოლოგიური მანქანა, რომელიც ხანდახან ფუჭდება, არამედ უძველესი, ბრძენი მემატიანე, რომელსაც ახსოვს ყველა ცრემლი, რომელიც შეიკავეთ, ყველა ყვირილი, რომელიც ჩაახშეთ და ყველა შიში, რომელსაც თვალი არ გაუსწორეთ. ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ სრულიად ჯანმრთელი ხართ. ექიმები მხრეებს იჩეჩენ, ანალიზები კოსმონავტის ასკავს. მაგრამ ტკივილი მაინც რეალურია? გულმკერდი გეწვით, თითქოს უხილავი ხელი გიჭერთ, ან თავი გისკდებათ ისე თითქოს აზრების ქაოსი თავის ქალას არ ღვევდეს. ეს არ არის სიგიჟე და არც თქვენი წარმოსახვის ნაყოფი. ეს არის თქვენი სხეულის სასოწარკვეთილი მცდელობა და გელაპარაკოთ იმ ენაზე, რომელიც მას დარჩა, შეგრძნებების ენაზე. ამ ვიდეოში თქვენ მიიღებთ გასაღებს, რათა გაშიფროთ ეს საიდუმლო გზავნილები. თქვენ ისწავლით არა მხოლოდ სიმპტომების გაჩუმებას, არამედ მათ მოსმენას, რაც საბოლოოდ მიგიყვანთ არა მხოლოდ ფიზიკურ შვებამდე, არამედ ღრმა შინაგან ფსიქოლოგიურ განთავისუფლებამდე. მზად ხართ გაიგოთ, რას გეუბნებათ სინამდვილეში თქვენი სხეული? მაშ დავიწყოთ. უხილავი ხიდი. როგორ იქცევა ემოცია მატერიად. ფსიქოსომატიკა ხშირად არასწორად ესმით. ბევრს ჰგონია, რომ ეს ნიშნავს მოგონილ ტკივილს. სინამდვილეში ფსიქოსომატიკა არის სფერო, რომელიც სწავლობს, როგორ ახდენს გონება, სტრესი, ემოცია, აზრები, გამოცდილება, გავლენას სხეულზე, ნერვულ სისტემაზე, ჰორმონებზე, იმუნურ რეაქციებზე, ტკივილის აღქმაზე. ფსიქოსომატიკა არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ფსიქიკა, ანუ სული გონება, სომა, ანუ სხეული. მაგრამ როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია? როგორ შეიძლება აბსტრაქტულმა ფიქრმა გამოიწვიოს კუჭის რეალური წყლული? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არის უზარმაზარი ქიმიური ლაბორატორია. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ განიცდით ემოციას, იქნება ეს შიში, ბრაზი თუ სიყვარული, ტვინი არ ტოვებს ამას მხოლოდ აზრის დონეზე. ჰიპოთალამუსი, ტვინის ცენტრი, ამუშავებს ამ ემოციას და გარდაქმნის მას ნეიროპეპტიდებად. ეს არის პატარა ქიმიური მოლეკულები, რომლებსაც მეცნიერები ემოციის მოლეკულებსაც უწოდებენ. როდესაც თქვენ იკავებთ ბრაზს, თქვენ სისხლში გამოიყოფა სტრესის ჰორმონების, კორტიზოლი, ადრენალინის კოქტეილი. ეს ნივთიერებები მოგზაურობენ მთელ სხეულში და ეძებენ სამიზნეს. ისინი ემაგრებიან უჯრედებს, ცვლიან მათ მუშაობას, წაბავენ კუნთებს და ავიწროვებენ სისხლძარღვებს. მოდით უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს ბიოქიმიური პროცესი. ბიოლოგიური ქარიშხალი. რა ხდება სხეულში, როცა განგაში ირთვება? ხშირად ვგონია, რომ სტრესი მხოლოდ ცუდ ხასიათზე ყოფნაა. თუმცა სინამდვილეში, იმ მომენტში, როცა თქვენ ნერვიულობთ, თქვენს ორგანიზმში მიმდინარეობს ისეთივე მასშტაბური და დრამატული პროცესები, როგორიც სახელმწიფო გადატრიალება ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება. მოდით შევიხედოთ კანქვეშ და ვნახოთ ეს უხილავი დრამა. განგაშის ზარი, ამიგდალა და უძველესი მცველი. ყველაფერი იწყება წამზე ნაკლებ დროში. წარმოიდგინეთ თქვენი ტვინის სიღრმეში არსებული პატარა ნუშის ფორმის ზონა, ამიგდალა. ის თქვენი პირადი უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, რომელიც არასდროს იძინებს. როდესაც თქვენ ხედავთ საფრთხეს, იქნება ეს მგელი ტყეში თუ აგრესიული მეილი უფროსისგან, ამიგდალა რთავს წითელ ღილაკს. მისთვის სულ ერთია, საფრთხე ფიზიკურია თუ ემოციური, რეაქცია იდენტურია. ის მყისიერად უგზავნის ბრძანებას ჰიპოტალამუსს, ტვინის მეთაურს, რომელიც ნერვულ სისტემას უბრძანებს, მოემზადე ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის. ადრენალინის აფეთქება, გაზის პედალი. პირველი ტალღა არის ადრენალინი. გული მყისიერად იწყებს გამალებულ ცემას, რათა სისხლი, ჟანგბადი და საწვავი სწრაფად მიაწოდოს კუნთებს. ფილტვები, ბრონქები ფართოვდება, სუნთქვა ხშირდება, ორგანიზმი ემზადება დიდი რაოდენობით ჰაერის მისაღებად, რათა გაქცევა შეძლოს. მეტი ჟანგბადი,
მეტი ენერგია, სისხლძარღვები. აქ ხდება საოცარი რამ. სისხლძარღვები ვიწროვდება კანთან და შინაგანი ორგანოების გარშემო. ამიტომ ფითრდებით შიშის დროს, ან გიცივდებათ ხელები. რათა მთელი სისხლი გადაიტუმბოს დიდ კუნთებში, ფეხებსა და ხელებში. სხეული გეუბნებათ. ახლა არ არის სილამაზის ან საჭმლის მონელების დრო. ახლა გადარჩენის დროა. კორტიზოლი, ენერგიის მენეჯერი და ჩუმი მკვლელი. თუ საფრთხე რამდენიმე წუთში არ გაქრა, საქმეში ერთვება მძიმე არტილერია, კორტიზოლი. ეს არის სტრესის მთავარი ჰორმონი. მისი მიზანია შეინარჩუნოს ორგანიზმი მუდმივ მზადყოფნაში დიდხანს. კორტიზოლი აკეთებს გენიალურ, მაგრამ ქრონიკულ შემთხვევაში დამანგრეველ რამეს. ის თიშავს ყველა სისტემას, რომელიც გადარჩენისთვის იმ წამს არ არის აუცილებელი. ესენია: იმუნიტეტი. რაში გვჭირდება ვირუსებთან ბრძოლა, როცა ლომი მოგვდევს, ფიქრობს სხეული და თიშავს იმუნურ დაცვას. სწორედ ამიტომ ხდებით ავად გამოცდების ან რთული პერიოდის შემდეგ. მონელება. კორტიზოლი აჩერებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. საკვები რჩება გადაუმუშავებელი. მჟავიანობა იცვლება. აი რატომ ვგრძნობთ მოჭერას მუცელში ნერვიულობისას. რეპროდუქცია. ლიპიდო ქრება. გამრავლება ომის დროს პრიორიტეტი არ არის. გარდა ამისა, კორტიზოლი ღვიძლს აიძულებს სისხლში დიდი რაოდენობით გლუკოზა, შაქარი გადაისროლოს ენერგიისთვის. ტრაგედია, როცა ომი არ სრულდება. სწორედ აქ იმალება ფსიქოსომატიკის გასაღები. ბუნებაში, როცა ზებრა ლომს გაურბის, სტრესი გრძელდება 5-10 წუთი. შემდეგ ან ზებრა კვდება, ან გადარჩება და მშვიდად განაგრძობს ბალახის წოვას. მისი ჰორმონები ნორმას უბრუნდება. მაგრამ თანამედროვე ადამიანის ლომი, იპოთეკა, კარიერა, წარსულის ტრავმა არასდროს მიდის. ჩვენი სხეული რჩება ქრონიკული ომის რეჟიმში დღეები, თვეები, წლები. წარმოიდგინეთ ძრავა, რომელიც მუდმივად წითელ ზონაში, მაქსიმალური სიჩქარით მუშაობს, მაგრამ მანქანა ადგილიდან არ იძვრის, რადგან თქვენ ოფისის სკამზე ხართ. ზედმეტი შაქარი სისხლში დიაბეტის რისკს ზრდის. მუდმივად შევიწროებული სისხლძარღვები იწვევს ჰიპერტენზია, წნევას. დათრგუნული იმუნიტეტი კარს უღებს ინფექციებს და აუტოიმუნურ დაავადებებს. მუდმივად დაჭიმული კუნთები, მხრები, კისერი, კი ქვავდება და ქრონიკულ ტკივილად იქცევა. ეს მექანიზმი არ არის ბოროტება, ეს არის ევოლუციის საჩუქარი, რომელმაც კაცობრიობა გადაარჩინა. პრობლემა არა სხეულში, არამედ რეჟიმშია. როდესაც თქვენ გრძნობთ ფსიქოსომატურ ტკივილს, ეს არის თქვენი უჯრედების ყვირილი. გთხოვ გამორთე განგაში, ომი დამთავრდა, შეგვიძლია დავისვენოთ. თქვენი სხეული ელოდება სიგნალს არა გარემოდან, არამედ თქვენგან, თქვენი ღრმა, მშვიდი სუნთქვიდან და გაცნობიერებული გონებიდან, რომ საბოლოოდ გადართოს ჩამრთველი ბრძოლიდან აღდგენის რეჟიმზე. თუ ეს ხდება ერთხელ, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ ქრონიკული სტრესის, დათრგუნული წყენისა და გამოუთქმელი სიტყვების რეჟიმში, ეს ქიმიური შეტევა ორგანულ ქსოვილს აზიანებს. სხეული იქცევა იმ სცენად, სადაც თქვენი ფსიქიკის დრამა თამაშდება. განვიხილოთ მარტივი შედარება. წარმოიდგინეთ წნევის ქვაბი. ცეცხლი არის თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციები, სამსახური, ურთიერთობები, ხოლო ორთქლი თქვენი ემოციები. თუ ქვაბს სარქველი, ემოციის გამოხატვა დახურული აქვს, წნევა იზრდება. ფიზიკის კანონია, ენერგია არ იკარგება, ის მხოლოდ ფორმას იცლის. თუ ორთქლი გარეთ არ გამოდის, ის ქვაბს შიგნიდან აფეთქებს. ფსიქოსომატიკა ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა ორთქლი სუსტ წერტილს პოულობს და სხეულის რომელიმე ორგანოს სახით სკდება. სხეულის ტოპოგრაფია. რას ნიშნავს კონკრეტული ტკივილი? თითოეულ ორგანოს და სხეულის ნაწილს აქვს თავისი სიმბოლური და ფსიქოლოგიური დატვირთვა. მოდი, ღრმად ჩავიხედოთ რამდენიმე მათგანში. ყელი, გაჩხერილი სიმართლე. ყელი არის კომუნიკაციის ხიდი ჩვენს შინაგან სამყაროსა და გარე რეალობას შორის. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაცხადებთ. მე ვარ, მე მინდა, მე არ მომწონს. როდესაც ადამიანს ხშირად აქვს ანგინა, ხმის დაკარგვა,
ქრონიკული ხველა, როცა ფილტვები სუფთაა, ანეწედებული ყელში ბურთის შეგრძნება, ეს ხშირად მიუთითებს დათრგუნულ შემოქმედებასა და უთქმელ სიტყვებზე. თქვენ შეიძლება იყოთ სიტუაციაში, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა საშიშად მიგაჩნიათ. შესაძლოა ბავშვობაში გასწავლეს, რომ კარგი ბიჭები, გოგოები არ ბრაზდებიან, ან უფროსებს არ უნდა შეეპასუხო. ყელი არის კარიბჭე. როცა თქვენ გინდათ იყვიროთ, მაგრამ გონება გეუბნებათ, გაჩუმდი. კუნთები ერთდროულად იღებენ ბრძანებას, შეიკუმშე და მოდუნდი. ეს კონფლიქტი იწვევს სპაზმს. თქვენ ყლაპავთ საკუთარ სიმართლეს და ის საწამლავად იქცევა. ზურგი და მხრები. ატლასის სინდრომი. ბერძნულ მითოლოგიაში ატლასს 3 მხრებით ეჭირა. ბევრი ჩვენგანი თანამედროვე ატლასია. ზურგის ზედა ნაწილი და მხრები არის ადგილი, სადაც ჩვენ ვაგროვებთ პასუხისმგებლობას. თუ თქვენ გაწუხებთ ტრაპეციული კუნთების ქრონიკული დაჭიმულობა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვის ტვირთს მივათრევ? ხშირად ეს ადამიანები არიან ჰიპერპასუხისმგებლიანები, მშველელები, რომლებსაც გონიათ, რომ თუ ისინი მოადუნებენ კონტროლს, სამყარო დაიქცევა. ისინი იღებენ სხვის პრობლემებს, სხვის ვალებს, სხვის ემოციურ სიმძიმეს. ზურგი ასევე არის ჩვენი საყრდენი. წელის ტკივილი, განსაკუთრებით ქვედა ნაწილში, ხშირად უკავშირდება ფინანსურ შიშებსა და დაუცველობას. როცა ადამიანს ეშინია მომავლის, როცა არ გრძნობს მყარ ნიადაგს ფეხქვეშ, მისი ხერხემალი, სხეულის მთავარი ღერძი, იწყებს რყევას. კუჭი. მიუღებლობის მონელება. კუჭი არ ამუშავებს მხოლოდ საკვებს, ის ამუშავებს ინფორმაციას და მოვლენებს. როდესაც ვამბობთ, ამ სიტუაციას ვერ ვინელებ, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ფრაზა. გასტრიტი, წყლული ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირად ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, ან იმყოფებიან მუდმივ კონფლიქტში გარემოსთან, რომლის შეცვლაც არ შეუძლიათ. ეს არის შიშისა და აგრესიის ნაზავი, რომელიც შიგნით ტრიალებს. მოქმედების მექანიზმი. საფრთხის დროს სისხლი ტოვებს კუჭს და მიდის კუნთებში. კუნთები მარაგდება მეტი სისხლით, რადგან მას მიეწოდოს მეტი ჟანგბადი. მეტი ჟანგბადი ნიშნავს მეტ ენერგიას. სხეული კუნთებს ამზადებს ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის. თუ თქვენ მუდმივად საფრთხეში ხართ, მაგალითად ტოქსიკურ სამსახურში ან ტოქსიკურ ურთიერთობაში, კუჭი მუდმივად ითიშება და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. თავი, შაკიკი, სრულყოფილების ტირანია. შაკიკი ხშირად არის ძალიან ჭკვიანი, ამბიციური და პერფექციონისტი ადამიანების ხვედრი. ეს არის კონფლიქტი უნდასა და მინდას შორის. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკონტროლონ, მუდმივად ზაბავენ გონებას. ისინი არ აძლევენ თავს მოდუნების, შეცდომის დაშვების უფლებას. თავის ტკივილი ჰგავს წითელ ნათურას პანელზე, რომელიც ყვირის, სისტემა გადახურებულია, გათიშე. შაკიკი ხშირად იძულებით აწვენს ადამიანს ბნელ ოთახში, რადგან სხვაგვარად ის ვერ ახერხებს გაჩერებას და დასვენებას. განკურნების გზა. როგორ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს? დიაგნოზი არ არის განაჩენი, ეს არის მოწვევა ცვლილებისკენ. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სხეული ყვირის? მხოლოდ წამლის დალევა გავს მანქანაში ანთებული check engine ნათურის ჩაქრობას, ისე რომ ძრავში არ ჩაიხედო. პრობლემა რჩება. აქ არის პრაქტიკული, ტრანსფორმაციული ნაბიჯები. ნაბიჯი პირველი. გაჩერება და აღიარება. Mindfulness. პირველი ნაბიჯი არის ომის შეწყვეტა საკუთარ სხეულთან. ნუ ეცხუბებით ტკივილს. ნუ იტყვით, რატომ მე? პრაქტიკა. დახუჩეთ თვალები და მიიტანეთ ყურადღება მტკივან ადგილზე. ნაცვლად იმისა, რომ გაექცეთ, შეეცადეთ შეიცნოთ ის. რა ფერია ეს ტკივილი? რა ფორმა აქვს? ცივია თუ ცხელი? როდესაც ტკივილს ვაკვირდებით განკითხვის გარეშე,
მისი ემოციური მუხტი მცირდება. დიალოგი სიმპტომთან. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სცადეთ დაელაპარაკოთ თქვენს სხეულს. ტექნიკა. აიღეთ ფურცელი და კალამი. დასვით კითხვა. ჩემო ძვირფასო, მაგალითად კუჭო, რისგან ცდილობ დამიცვა? რისი თქმა გინდა ჩემთვის, რასაც მე ყურს არ ვუგდებ? დაწერეთ პასუხი პირველივე აზრით, რაც მოგივათ, ფილტრის გარეშე. ხშირად პასუხი გამაოგნებელია. მე მინდა რომ დაისვენო. მე მინდა რომ შეწყვიტო ამ სამსახურში სიარული. ეს არის თქვენი ქვეცნობიერის ხმა. ნაბიჯი მესამე. გამოუთქმელი წერილები. თუ თქვენი პრობლემა ყელს ან გულმკერდს უკავშირდება, სავარაუდოდ თქვენში ბევრი დაგროვილი წყენაა. პრაქტიკა. დაწერეთ წერილი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ვერ პატიობთ ან ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ. დაწერეთ ყველაფერი, ყველაზე საშინელი სიტყვებიც კი. გამოხატეთ ბრაზი, ზიზღი, ტკივილი ფურცელზე. მთავარი წესი. არ გაგზავნოთ ეს წერილი. მისი მიზანი არ არის ურთიერთობის გარკვევა, მისი მიზანია შხამის სხეულიდან გარეთ გამოტანა. წერილის დაწვის ან დახევის რიტუალი საოცარ შვებას იძლევა. ნაბიჯი მეოთხე. სხეულის დაბრუნება. ტრავმა და სტრესი იყინება კუნთებში. ამიტომ მხოლოდ ლაპარაკი არ შველის, საჭიროა მოძრაობა. პრაქტიკული რჩევა. იპოვეთ აქტივობა, რომელიც თქვენს სხეულს სიამოვნებს და არა ის, რომელიც უნდა გააკეთოთ. მაგალითად, დამღლელი ვარჯიშები წონის დასაკლებად. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, იოგა, ცურვა ან უბრალოდ ტყეში სიარული. მიეცით სხეულოს უფლება დაასრულოს სტრესის ციკლი მოძრაობით. ტკივილი როგორც მასწავლებელი. ფსიქოსომატიკა ეს არის კომპასი, რომელიც მიგითითებთ, რომ ცხოვრების გზას აცდით. როდესაც სხეული გტკივათ, ის გეუბნებათ, გთხოვ დამიბრუნდი, გთხოვ იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან, გთხოვ იზრუნე ჩემზე ისე, როგორც მე ვზრუნავ შენზე ყოველ წამს. განკურნება იწყება არა მაშინ, როცა სიმპტომი ქრება, არამედ მაშინ, როცა თქვენ იცვლებით. როცა სწავლობთ არას თქმას იქ, სადაც ადრე თანხმდებოდით, როცა გამოხატავთ იმას, რასაც ადრე მალავდით, როცა არ ახრჩობთ სიტყვებს, არამედ აფიქსირებთ თქვენს აზრს, როცა პატიობთ საკუთარ თავს არასრულყოფილებას, როცა უპირობოდ იღებთ და იყვარებთ მას. თქვენი სხეული ერთადერთი სახლია, სადაც მთელი ცხოვრება მოგიწევთ ცხოვრება. ნუ აქცევთ მას ბრძოლისველად, აქციეთ ის ტაძრად, სადაც თქვენი ემოციები და ფიზიკური შეგრძნებები ჰარმონიაში თანაცხოვრობენ. დააკვირდით დღესვე, სად არის დაძაბულობა თქვენ სხეულში ახლა. ჩაისუნთქეთ ღრმად იმ ადგილას და უთხარით, მე მესმის შენი, მე აქ ვარ, მე ვსრუნავ შენზე. თუ მოგეწონათ თემა, გამოიწერეთ არხი და შემოუერთდით ნაკადს.